სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. რა თქმა უნდა, ღმერთი ადამიანს იცნობს და გაცილებით უკეთ, ვიდრე ადამიანი საკუთარ თავს. მისი ქმნილებანი ვართ. როდესაც ღმერთი ადამიანად მოვიდა და სანამ ღმერთი ადამიანად მოვიდოდა, წინასწარმეტყველთა მიერ, რომლებიც გამორჩეულნი იყვნენ იმით, რომ ნიჭი ჰქონდათ უფლისადმი ერთგულებისა, თავგანწირული ნიჭი ჰქონდათ უფლისადმი ერთგულებისა, მათ გარკვეულ ცოდნას აძლევდა და ამ ცოდნის საშუალებით სხვა ადამიანებს გარკვეული ცხოვრების წესს, ცოდნას ანიჭებდა, რასაც ჩვენ ძველ აღთქმაში ვკითხულობთ და მეტნაკლებად ადამიანთა ცხოვრება იყო მოწესრიგებული, მეტნაკლებად წარმართული ღვთისკენ. მაგრამ შინაგანი მეტამორფოზა, რასაც სინანული, ანუ მეტანოია ქვია, არ ხდებოდა. ჩვენ ვიცით, აი რომ ძველ აღთქმის მართლებს რო გადავხედოთ, როგორც ხო აბრაამი მორწმუნეთა მამად ითვლება, ხო? დავით მეფსალმუნე მისი წიგნი, მე არ ვიცი, ეს თქვენ უნდა გიყვარდეთ ფსალმუნთა წიგნი, ეს არის საოცრება, როგორი გულმხურვალე სიყვარულია ღვთისა ფსალმუნებში, მით უმეტეს ჩვენ გვაქვს განებივრებული ვართ, ჩვენ გვაქვს გიორგი მთაწმინდელის თარგმანი, რომელიც ენობრივი თვალსაზრისით შედევრია, ქართული ენის ზეიმია. უნდა გიყვარდეთ ეს წიგნი, უნდა სახში გქონდეთ და ყოველდღე ცოტ-ცოტას კითხულობდეთ. მაგრამ ამავე დროს მათ ცხოვრებას თუ გადავხედავთ, გამაოგნებელ რაღაცებს ვიპოვით შიგნით. თუ რა ემართებოდათ ამ ადამიანებს. რატომ? იმიტომ რომ მათი შინაგანი მეტამორფოზა არ ხდებოდა. ამიტომ მას ეკლესია გვასწავლის კიდევაც, ისინი სასუფეველოს არ იმკვიდრებდნენ, ჯოჯო ხეთში მიდიოდნენ. სანამ უფალი, აი როგორც აღდგომის ხაზია, არ შემოსრავდა ჯოჯოხეთს განკაცებული ღმერთი და არ აღმოიყვანდა. მაგრამ როდესაც ღმერთი ადამიანად მოდის, ნიშნული ჩვენი მორწმუნეობისა, ჩვენი სარწმუნოებრივი ცხოვრებისა, ისეთ სიმაღლეზე ავიდა, რომელიც საჭიროებს ადამიანის რეალურ შინაგან ფერისცვალებას, მეტამორფოზას, რომელიც საჭიროებს მუდმივად საკუთარ თავზე იძულებას, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი, თუ ღმერთი არ დაეხმარა ადამიანს არ ძალუც იმ სიმაღლეს მიწვდეს, რასაც ადამიანის გაღვთობა ქვია. და ამიტომ უფალი პირდაპირ გვეუბნება, რომ სასუფეველი ცისა იძულების. ანუ ადამიანი მუდმივად საკუთარ თავს იძულების ქვეშ ამყოფებს და ხშირად მithქვია, რომ ეს არის ქრისტიანობა, ეს არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ადამიანებს ეს არ სურთ, ამიტომაც მოწოდებული ბევრია, როგორც ისე წმინდა წერილი გვასწავლის, მაგრამ რჩეული ცოტა. ვინ არის რჩეული? რჩეული ის მოწოდებული, ანუ ის დაძახებულია, რომელმაც დაიწყო საკუთარ თავზე იძულება და უკანასკნელ ამოსულ თქვამდე უარი არ უთქვამს. ის ადამიანები, რომლებიც ამას არ აკეთებენ და მორწმუნეებად რჩებიან, ანუ მათ გულს აქვთ ხსოვნა ქრისტეს ღმერთობისა, მოდიან. როცა მოდიან აღშენებლობას იწყებენ, როცა მიდიან ანგრევენ. როცა მოდიან აღშენებლობას იწყებენ, როცა მიდიან ანგრევენ და რა ფაზაში გარდაიცვლებიან, ვინ უწყის? როცა ადამიანი გარდაიცვლება იმ ფაზაში, როცა მიდის და როცა ანგრევს ცოტათი აშენებულს, გესმით რა მდგომარეობაში აღმოჩნდება. უფალი პირდაპირ ამბობს, გამოგონება ჩვენ არ გვჭირდება არაფრის. გამოცხადებით ვიცით რა მდგომარეობაში აღმოჩნდება. იცით რა ამბობს უფალი? როგორც გიპოვი, ეგრე განგჟი. ვიღაცა იტყვის გამოჭერაზეა ღმერთი? არა. გამოჭერაზე არ არის. მაგრამ მაცხოვრებელი რო ცხონდე და მარადისობა დაიმკვიდრო, შენი ზეციური სამშობლო, რომელიც იგივე ღმერთია, მარადისობა, რომელიც იგივე ღმერთია, სიცოცხლე, რომელიც იგივე ღმერთია, სამოთხე, სასუფეველი, რომელიც იგივე ღმერთია, ესო დაიმკვიდრო, ამისათვის როგორც გონიერ თავისუფალ პიროვნულ არსებას უნდა გქონდეს სიყვარული, ცოცხალი, პიროვნული, თავისუფალი, გონიერი შენი ზეციური მამისა და შემოქმედისა. სიყვარულია მაცხონებელი ძალა. სიყვარულს ათვისება აქვს. სიყვარულს არ უყვარს დილას, ან მხოლოდ საღამოს, ან დღე გამოშვებით, ან ხანდახან, ან როცა მოეხასიათება, ან როცა აწყობს. სიყვარულს სულ უყვარს, ეს არის სიყვარული. ესე იგი, რას ნიშნავს ადამიანის მეტამორფოზა, ნამდვილი ქრისტიანული? როცა ჩვენში ჩნდება სიყვარული ღმერთისა, რომელიც მუდამ არის და თუ მუდამ არ არის, ესე იგი არ გიყვარს.
და თუ არ გიყვარს ვერ ცხონდები. ქრისტიანული ცხოვრების ანი და ჰოე არსი არის რომ შევიყვაროთ უფალი. ადამიანი იტყვის ძნელია ღმერთის შეყვარება, იმიტომ რომ აი ღმერთის აბა ვერ ხედავს სად არის. კი, სწორია, მაგრამ ღმერთი ადამიანად მოვიდა. და მეტნაკლებად ჩვენ შეგვიძლია ფოკუსირება ჩვენი ყოფიერებისა გავაკეთოთ ქრისტესადმი, იმიტომ რომ მან თქვა, მან ილაპარაკა, მან ცხოვრების წესი მომცა, ის ჩემთვის მოკვდა. მან გამოაშკარავა ამას სოფლის, რომლის თავადით სატანაა, რომელსაც იგივე წმინდა წერილი მასწავლის, მთელი სისასტიკე, მთელი უპერსპექტივობა, უაზრობა, უგუნურობა, სისულელე, იმიტომ რომ სადაც სიწმინდეს დაინახავს, იქვე უნდა მოახჩოს, იქვე უნდა მოკლას, რაც ქრისტეს გაუკეთა ამ სოფელმა. და აი, როდესაც ადამიანში ნელ-ნელა ჩდება სიყვარული ცოცხალი ღმერთისადმი, რომელიც ქრისტესადმის სიყვარულის ტოლფასია და ანალოგია, იმიტომ რომ ქრისტე პიროვნულად ის არის, ვინც გალაქტიკები შექმნა, თავად ღმერთი ადამიანად მოსული და გაიოლებულია ჩვენთვის, იმიტომ რომ ქრისტეს სიყვარული შესაძლებელია, იმიტომ რომ მან პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ როგორც იოანე მოციქული ამბობს. ვიაზრებ ჩემ რწმენას, რომელიც მე მაქვს, იმ რწმენას ვიაზრებ, რომ ის ჩემთვის მოკვდა, რომ მას ვუყვარვა, რომ საქმით დაამტკიცა. და მე მეიოლება მისი შეყვარება, იმიტომ რომ ჩემი რწმენა მასწავლის რა გამიკეთა მან, განმაცდეინებს რა გამიკეთა მან. და თუ ადამიანს ღმერთი შეუყვარდა, მაშინ იძულება საკუთარი თავისადმი მინიმუმამდე დადის და თუ სრულყოფილი სიყვარულით შეიყვარა ქრისტე, იძულება საერთოდ აღარ ჭირდება ადამიანს საკუთარ თავზე. ადამიანი თავის გულში ატარებს ცეცხლს, რომელსაც ვერ ეკარება ვერანაირი ბოროტი გულის სიტყვა, ვერანაირი ეშმაკი, ვერანაირი შური, ვერანაირი ანგარება, ვერანაირი ეგოიზმი, ვერანაირი პირუტყული მიდრეკილებები, ანგელოს ემსგავსება ადამიანი, თავად ცეცხლი ხდება ადამიანი ნათელი ხდება, რომელიც ანათებს. რა თქმა უნდა, არსებობს გაიდეალებული, რომ წარმოსახვა, რა რაღაც უმაღლეს წვერვალს რო აღწევს ადამიანი. ვინ არის ესეთი? ალბათ არავინ. მაგრამ მეტნაკლებად ვიღაცებმა მიაღწიეს. ამ დროს სულ ყოველთვის გრიგო ხანძთელი მახსენდება. იმიტომ რომ ადამიანი რომ ლოცულობდა, ანათებდა, მეტი რაღა დამამტკიცებელი გინდა, ხო, საოცრება იყო. მაგრამ გრიგო ხანძთელის გარდა უამრავი, აი წმინდანი ვინ არის წმინდანი ეკლესიაში? წმინდანი არის ის ადამიანი, რომელიც ანათებს და თუ ეს ნათელი გრიგო ხანძთელივით ესე თვალხილულად არ ჩანს, ის ანათებს იმ არამიწიერი სიკეთით, რომელიც ადამიანებს იზიდავს, მაგნიტივით, იმ ადამიანებს, ვისაც ინტუიციურად მარადიული სამშობლო, ანუ ღმერთი ენატრება. აი დღეს ხსენება არის სამი წმინდა მღვდელმთავრის, ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის. ეხლა ეს ცალკე საკითხია ისტორიულად, ბასილი დიდი და გრიგოლი ღვთისმეტყველი მეგობრები იყვნენ, მათი მეგობრობა ცალკე თემაა. ეს ყველაფერი არსებობს ბასილი დიდის წერილები და ცხოვრება, არსებობს გრიგოლი ღვთისმეტყველის თხუზულებები და ცხოვრება, იოანე ოქროპირის განსაცვიფრებელი საოცარი ქადაგებები და მის ცხოვრება. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და მე ვფიქრობ, რომ ყველა ქრისტიანისათვის მნიშვნელოვანია, რომ მათ ცხოვრებაც გაიცნოს. მათი აი ბასილი დიდის და გრიგოლი ღვთისმეტყველის მეგობრობაც, სამაგალითო მეგობრობაც, ეს მეგობრობა და საერთოდ იოანე ოქროპირის ცხოვრება, მათი შეუპოვება, მათი ერთგულება უფლისადმი. ეს ცალკე თემაა, ეხლა ამას ჩვენ ხო ვერ მოვასწრებთ ამის განხილვას, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ეკლესიაში არსებობს წმინდანობის ინსტიტუტი, პავლე მოციქულის სიტყვებისავე, რომ მობაძავ ჩემ და იქმნებ ვითარცა მე ქრისტესო, აი ამის გაგრძელება ყოველი წმინდანი ფაქტობრივად, რომ თითოეული წმინდანი აცოცხლებს სახარებას, თითოეული წმინდანი თავის ცხოვრების წესით, თავის სიტყვით, თავის თხუზულებებით განმარტავს წმინდა წერილს და ჩემთვის უფრო მეტად და მეტად ხდება გასაგები ქრისტეს სიტყვები და რასთავარია ცხოვრების წესით. აი ნათელი, რომელიც ანათებდეს უნდა, თუ ქრისტე უყვარს, ცეცხლი უნდა ანათებდეს, ცეცხლისა მოვეთ მოფენად ქვეყანასა ზედა და მინდა რომ ცეცხლი აწვე აღეგზნას, ეს ცეცხლი თუ ინთება ამ ქვეყანაში, ანუ ჩვენს გულში, ადამიანი იწყებს ნათებას და როგორც ოქროპირი ამბობს, მის გარშემო ათასები გადარჩებიან. ადამიანები ხედავენ ამ ადამიანის საშუალებით, კონკრეტული საშუალებით ღმერთს ხედავენ. გესმით, აი ეს ხდება. ხო და ჩვენ თვითონ ამ სამი მღვდელმთავრის მაგალითზე
რომ გადავხედოთ მათ ცხოვრებას, მათ დადებულ შედეგებს. იცით რამდენი წელი იცოცხლა ბასილი დიდმა? 47 თუ არ ვცდები. 48 ეს წარმოგიდგენიათ. სულ ახალგაზრდა იყო. და რა დატოვა გესმით? რა მუდმივ ასე ბურჯად ექცა ეკლესიას. ეს საოცრება ხომ არის? მისი ცხოვრება განსაცვიფრებელია. ასე სამივესი, რომელი ერთი ჩამოვთვალა. და აი ამის ფონზე თუ აი როგორები იყვნენ წმინდანები და რა დაგვიტოვეს და რა ცოდოა ის ადამიანი, რომელიც თავის თავს ქრისტიანად თვლის და აი ამ მემკვიდრეობას უგულებელს ყოფს, მართლა მეწოდებიან. ადამიანებმა, რომელთა გულმაც შეიგზნო, განიცადა ქრისტეს ღმერთობა და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ცოდნა წვერალამდე აიყვანეს თავის ცხოვრების წესით და ეპოქები შექმნეს და საოცარი მაგალითები ქრისტესად მიერდგულებისა და აი სიტყვები იყავით ნათელი სოფლის აი ეს თავის ცხოვრებაში ამის რეალიზება მოახდინეს და ამ ადამიანებს არ ცნობენ და მათგან არ სწავლობენ. მათ გამოცდილებას არ ეზიარებიან. გამხელა ამპარტავნება ეს. აი დღეს მათე სახარებაში აღმოვიკითხეთ, რომელიც ეს საკითხავი დღევანდელ წმინდანებისადმია მიძღვნილი. თქვენ ხართ ნათელი სოფლისანი, მაგრამ ეს სიტყვები სამღვდელთავარს არ ეკუთვნის უბრალოდ, ეს სიტყვები ეკუთვნის ყველას, აი ჩვენ გვეკუთვნის 21 საუკუნის, აი ამ რა ვიცი, ჩვენ ხო სასაცილო ვართ, ჩვენი ხო აწლით, ჩვენი უფლისადმი სიყვარულით, ვერც კი შევედრებით, მაგრამ ჩვენც გვეკუთვნის ეს სიტყვები, თქვენ ხართ ნათელი სოფლისანი და ეს არის არა აი გინდა იყავი ნათელი, გინდა არა, ეგრე კი არ არის. ეს არის ვალდებულება. უნდა იყო ნათელი. ეს მცნება, აი რა არის ღვთისნებები? აი ცნება. რა არის ღვთისნება? რა არის ღვთისნება? აი ნება. იყავით ნათელი ამას სოფლის. ეს არის ნება ღვთისა. ნება, რომელმაც შექმნა ღვთისნებამ შექმნა მთელი ყოფიერება, ღვთისნებით არსებობს ყოფიერება, ღვთისნებით ცემ შენი გული, ღვთისნებით ხარ თავისუფალი, ღვთისნებით ხარ გონიერი. და ღვთისნებით შეიძლება დაემკვიდროს სასუფეველი. ეხლა მოდით და დაუბაკუნე ფეხები ღვთისნებას და უთხარი, არა, მე ჩემი ნებით მინდა ვიცხოვრო, იცხოვრო. მაგრამ შენი ნება არ არის შემოქმედი, შენი ნებას არ შეუძლია სიცოცხლის შექმნა. შენი ნება არ მოგიტანს თავისუფლებას, ბედნიერებას. გესმით? მხოლოდ ერთი ნება, რომელიც უკავშირდება სიცოცხლეს, ბედნიერებას, სიყვარულს, სიკეთეს, მარადისობას, ეს არის სამყაროს შემოქმედის ნება. სხვა ყველა ნება უკეთურია, თუ მას თანხვედრაში არ არის. და მისი ნება არის ეს, შენ უნდა იყო ნათელი ამას სოფლისა. და ეს ნათელი უნდა ჩანდეს ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასაზე და დაშენებულსა. არც ახანთიან სანთელი და დადგიან ქვეშე ხვიმსა რო ქვეშ. არამედ სასანთლესა ზედა და ნათობს იგი ყოველთა. შეუძლებელი ადამიანი იყოს ნათელი და ვიღაცისთვის არ იყოს ის მაგალითი და ღმერთისკენ მომაქცეველი. მithumedes კიდევ ერთ ცნებას ამბობს აქვე. და ეს ხშირად გითქვია ეს სიტყვები ჩვენ. უბრალოდ ახლა დღეს სახარება მოიტანა. ეგრეთ ბრწყინავდნენ ნათელი თქვენი წინა. ანუ ნათელი ისე კი არა რომ ბჟუტავს, ბრწყინავდეს უნდა. ეგრეთ ბრწყინავდნენ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. აი კიდევ ერთი მცნება. უნდა ბრწყინავდეთ. საქართველოში ნომინალურად რამდენი აღსარებელი და მაზიარებელია. ჩვენ რო ბრწყინავდეთ, ვითარცა ნათელნი დამირწმუნეთ, საქართველოში უკვე 64 იქნება. გესმით? ჩვენ არ ვარგივართ ქრისტიანები. არ ვწყინავთ. სამწუხაროდ. ეშმაკი უფრო გვიყვარს ვიდრე ქრისტე. ჩვენი ეგოიზმიდან გამომდინარე. ხოლო გეტყვით თქვენ და თავს ვიტყვილებთ გარეგანი ღვთისმსახურებით ხშირ შემთხვევაში. აი რომ ადამიანი ტაძარში დადის და ეზიარება და აღსარებებს ამბობს და ასე შემდეგ, გონია რომ ეგ არის ქრისტიანობა. ეგ არ არის ქრისტიანობა. ეს არის საფუძველი, საძირკველი ქრისტიანობისა, მაგრამ ეგ არ არის ქრისტიანობა. ამაზე უნდა აშენდეს და თუ არ აშენდა და მე უნდა გაანათოს და თუ არ გაანათა, ეს ყველაფერი იქნება ტალანტი, რომელიც მიწაში ჩაფალი და ამაზე პასუხს ვაგებ მაგის ახარებაში გვიწერია, თუ ამ ტალანტს მიწაში ჩაფალ. ხოლო გეტყვით თქვენ და ინახეთ, აი წერაც სიტყვამ გამისწრო ის რომ გარეგანი ღვთისმსახურებამ არ მოგატყვილოს და
გარეგულმა თეოლოგიურმა ცოდნამ არ მოგატყვილოს. დღეს ეს მოდაშია, თეოლოგები ვართ ჩვენ და კეთილმსახურები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ გარეგანი შიგთავსის გარეშე, შიგთავსი არის ღვთისადმი, ქრისტესადმი გულმხურვალე სიყვარული, არის ფარისეულობა, ქვია მას უკვე ტექნიკური ტერმინია და ხოლო გეტყვით თქვენ უკვე თუ არა აღემატოს სიმართლე თქვენი უფრო ის წიგნობართა, ანუ თეოლოგია წიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს ვერ შეხვიდეთ სასუფეველსაც 1000. ანუ როგორც როცა გეუბნება რომ წყინავდე, იქვე გეუბნება რომ არ იყო ფარისეველი და არ იყო წიგნობარი. ანუ იყავი პრაქტიკული ქრისტიანი შიგთავსით, რომელსაც ქვია სიყვარული ღვთისადმი. რა თქმა უნდა, ღვთის სიყვარული, ქრისტესადმი სიყვარული რას ნიშნავს? ქრისტე არ არის მარტო ღმერთი. ქრისტე არ არის მარტო ადამიანი. ქრისტე არის ღმერთკაცი. ამიტომ ქრისტესადმი სიყვარული ნიშნავს სიყვარულს ღვთისადმი და სიყვარულს ადამიანისადმი. განყოფილი არ არის. პედესტალზე ხშირად მithქვავს, ქრისტიანი მორწმუნესათვის პედესტალზე მარტო ღმერთი ადგას. პედესტალზე დგას ღმერთკაცი. ამიტომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული თანაბარი მცნებებია. მსგავსი ამისია, როგორც უფალი ამბობს მოყვასისადმი სიყვარულს. და აი ეს რომ ჩვენში გაცოცხლდეს, არსებობს ეკლესიის ტრადიცია. უწყლეტი, ტრადიცია უწყლეტია. შემთხვევითი არ არის რომ ადამიანი რომ მღვდელი გახდეს, წინამორბედი მღვდელმთავარმა ხელი უნდა დაასხას და ეს ხელდასხმა ფიზიკური შეხებითაც კი გამოიხატება. ეს თუ არ მოხდას, განსაკუთრებული ლიტურგიკული მსახურების დროს აღესრულება, ეს ჯაჭვი წყდება. ამიტომ დღევანდელი სასულიერო პირები, თქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან, მოდიან პეტრე მოციქულიდან, იმიტომ რომ ანტიოქიის ეკლესიიდან მივიღეთ ხელდასხმა წმინდანინოს დროს, ანტიოქიის ეკლესია პეტრე მოციქულის დაარსებულია. მე რომ მღვდელი ვარ, ჩემი მღვდლობის უწყვეტი ხელდასხმა მიდის პეტრე მოციქულამდე. აი ეს უწყვეტი ჯაჭვი არსებობს. ხოლო თქვენ ერის ადამიანები ამ უწყვეტი ჯაჭვის ორგანული ნაწილი ხართ, იმიტომ რომ მირონცხებული ხართ და მირონცხებული ხართ მირონით, რომელიც მღვდელმთავრების მიერ არის, ესე იგი ნაკურთხი და მე მღვდლების მიერ ნაცხები. ამიტომ ჩვენ ვართ აი ეს უწყვეტი ჯაჭვი, მაგრამ ეს უწყვეტი ჯაჭვი ორნაირად გადადის, მადლის მიერად და სწავლებითად და პირადი მაგალითით. ამიტომ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ამბობს, გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომლებიც გიქადაგებენ ღვთის სიტყვას და მათი სიცოცხლის აღსასრული შემყურენი ბაძავდეთ მათ რწმენას. დააკვირდით როგორ ცხოვრობენ, როგორ ქადაგებენ და ბაძავდით მათ და აი ასე ესე იგი და ბაძავდეთ რას? მათ რწმენას, რომელიც საქმეში უნდა ვლინდებოდეს, სიტყვაში უნდა ვლინდებოდეს და რა თქმა უნდა, აი იმ ნათელში, რომელიც შიგნით უნდა, მათ შიგნით უნდა არსებობდეს. ანუ ეს თუ არ არის, გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარი. თუ ადამიანი იტყვის, რომ მე მოძღვარი არ მჭირდება და თუ ადამიანს არ ყავს მოძღვარი, აქ დიდი კითხვის ნიშნები რჩება და აი აქ უკვე კიდევ ერთი კითხვის ნიშანი მოდის, რომელსაც ალბათ მე ახლა არ განვავრცობ, რას ნიშნავს ყავდეს მოძღვარი? ამ კითხვის დასმა უკვე უნდა თქვენ გიდასტურებდეთ, რომ ეს არ ნიშნავს მე ახსარებებს ვამბობ, ახსარების თქმა არ ნიშნავს, რომ შენ მოძღვარი ყავს. იესო ქრისტე იგივეა გუშინ დღეს და უკუნითი უკუნისამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც მეოთხე საუკუნეში, როცა ამ დიდი მამების ხსენება იყო, როგორც პირველ საუკუნეში, როცა მოციქულები ქრისტეს გვერდზე დადიოდნენ და დღეს არაფერი არ იცვლება არსობრივად. არაფერი არ იცვლება არსობრივად. გესმით? ის სულისკვეთება, ის სიცოცხლე, ის მადლის მიერი ცხოვრება დღეს ისევე არსებობს ჩვენში, როგორც უნდა არსებობდეს ჩვენში, როგორც პირველ საუკუნეში. იმიტომ რომ ღმერთი არ იცვლება. დღეს სხვა დროა და აბა დღეს რას შევძლებ, ეს ყველაფერი ტყუილია. იცით რატოა ტყუილი? არ შეესაბამება წმინდა წერილს. ეს არის ადამიანის ესეთი პოზიცია სუბიექტური, რომელიც არ არის თანხმედრაში გამოცხადებასთან და ჩვენ ვამბობთ, რას გამოცხადებასთან თანხმედრაში არ არის, ის ტყუილია. რაც არ უნდა სიმართლის საბურველ ქვეშ იყოს და როგორც პავლე მოციქული ამბობს, ეშმაკის სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამისთვის იესო ქრისტე რათა წმინდა იყო თვისითა სისხლით, რათა წმინდა ყოს თვისითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთავინო და გვახსენებს აი თავგანწირვას ყოველი ქრისტიანისა. იმიტომ რომ გვახსენებს იესო ქრისტემ, რომ განეწმინდა თავისი ერი ქალაქის გარეთ
გარეშე ბჭეთა ევნო. ანუ იცით რომ გაიყვანეს იერუსალიმის გარეთ გოლგოთა იყო ქალაქის გალავნის გარეთ. გოლგოთა. თავის წიაღში კი არა, თავის წიაღიდან ეს ერთგვარი სიმბოლური აქტია, რომ ჩვენ არ გვინდიხარ შენ. და იერუსალიმი არის სიმბოლო გულისა. გული არის ზეციური იერუსალიმი. და ჩვენც ესე ვაკეთებთ, განვაგდებთ, არ გვიყვარს. შეიძლება რელიგიური ვარ, მაგრამ არ მიყვარს, არ მენატრება, არ მწყურია, არ ვდარდობ რომ მასთან არა ვარ, არ მიყვარს. ჩემს გარეთ არის. რელიგიური ვარ, აღსარებელი ვარ, მაზიარებელი, ჩემს გარეთ არის ქრისტე. გესმით? აი ამას ნიშნავს გარეთ. და პავლე მოციქული ამას გვახსენებს და მე რო გეუბნება, აც უკვე განვიდეთ მისა მასთან ერთად განვიდეთ ბანაკს ამას და ყვედრება იგი მისი მოვიყოთ. ანუ თუ ამ სოფელმა მოიძულა ქრისტე, მეც მიჩევნია ქრისტეს გავყვე და ამ სოფელში არ დავრჩე, ვიდრე ამ სოფელში დავრჩე, რომელმაც ქრისტე მოიძულა. ანუ აქ თავგანწირული სიყვარული უფლისადმი, რაც თავიდან გითხარით, ქრისტესადმი თავგანწირული სიყვარული. და მე კიდე ერთხელ ესეთ რამეს გვახსენებ, ჩვენი ყოფიერება ტრანსცენდენტულს წვდება, სამყაროს მიღმიერს, იმიტომ რომ ადამიანის ჩვენი გონება შემეცნების უნარები, ანუ უნდა უსწრებდეს ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, რაც გვაქვს. ამიტომ პავლე მოციქული ესე ამბობს, რამე თუ არა გვაქვს, რა კონტექსში, რომ კი მაგრამ როგორ თქვა უარი ამაზე, როგორ თქვი და ისე, იმიტომ რომ ჩვენ ისე და იმგვარად, როგორც მარადიულად მაცოცხლებელი ადამიანი. ანუ ნახეთ, ჩვენ არა გვაქვს საყოფელათა ქალაქი, არამედ მერმესამას ვეძიებთ. გესმით რა ქრისტიანის დაუმარცხებლობა ხო კიდევ ერთხელ ჩანს რაში მდგომარეობს. სიკვდილითაც ვერ შემაშინებ, იმიტომ რომ მე ვცოცხლობ უკვე მარადისობაში, რომელსაც ვეძებ. ნახე, მერმესამას ვეძიებთ. კვლავ ეს საკუთარ თავზე იძულება, კვლავ ეს გულმხურვალე, ესე იგი სულიერი ცხოვრება და მდუღარება სულისა, იმიტომ რომ სუძიების პროცესში ადამიანი მარადიული სიცოცხლისა. და ეს მარადიული სიცოცხლის ძიება, რომელსაც ადამიანი სულ ეძებს, ვლინდება ღვთისმსახურებაში და ლოცვით მდუღარებაში. ამიტომ ამბობს, ჩვენ ხო რადგან მერმესამას ვეძიებთ, აქ არა გვაქვს საცხოვრებელი, ჩვენი საცხოვრებელი მარადისობაშია. ამიტომ მე ამბობს პავლე მოციქული, შევწირავთ მსხვერპლსა, ქებისასა, მარადის ღვთისა. და რა არის, რა მსხვერპლია, რა ქებისა რა არის და იქვე განგვიმარტავს, ესე იგი არის ნაყოფსა ბაგეთა და აღსარებასა სახელსა მისასა, ლოცვაზე მიანიშნებს. გესმით რა არის мотиваცია ჩვენი ლოცვისა. ის კი არა რომ ეს მინდა, ის მინდა, რაღაცა მაწუხებს, პრობლემა მომიგვარე. ესეც არის, როგორც ჩვენ მოგვცა ამის უფლება უფალმა, მაგრამ თავარი мотиваცია ლოცვის არის, რომ ვეძებ ჩემს სამშობლოს. გესმის, ვეძებ ჩემს სამშობლოს და მუდამ აი აქედან გამომდინარე არის მოტივირებული ჩემი ლოცვა. და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს პავლე მოციქული, რომ ამ ყველაფერში მჭირდება ტრადიციის ერთგულება, ტრადიციის და ტრადიციაში რომ ჩავჯდე, ჩემ წინ მოძღვარი უნდა არსებობდეს, რომელიც თავის მხრივ ტრადიციის გამგზელებელია, ეს მოძღვარი რა თქმა უნდა წმინდა მამებია, რომელთა თხუზულებასაც უნდა მკითხულობდეთ და რა თქმა უნდა ცოცხალი მოძღვარი, ოღონდ მოძღვარი რა არის, ამას ახლა არ გამმარტავ. ეს სხვა თემაა, მაგრამ აი ეს ამის აუცილებლობას ჩანს წარმოაჩენს პავლე მოციქული კვლავ შემდეგ სიტყვაში დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა და ერჩნით, ანუ ემორჩილებოდეთ მათ, რატომ? რამე თუ იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის, ვითარცა სიტყვა მისცენ. ანუ წინამძღვარი, მოძღვარი პასუხისგებელია ღვთის წინაშე, თუ რამე დააკლო თავის სამრევლოს. დააკლო, რაღაცა არ მისცა, რაღაცა არ უთხრა, რაღაცა დაუმალა. სიზარმაცის გამო, დაღლილობის გამო, მოუცლელობის, ანუ გესმით, რაღაცა უნდა ცოდნოდა ადამიანს და არ იცოდა. არ იცოდა. ამიტომ თქვენც უნდა კითხოთ ახლა თქვენ თავს, რამე უნდა იცოდეთ ისეთი, რაც არ იცით. და თუ არ იცით, ეს ვისი ბრალია, ჩემი თუ თქვენი. ესეც საინტერესოა. რათა სიხარულით ამას ყოფდნენ, მოძღვრებზე ამბობს, რომ ისინი სიხარულით უნდა ზრუნავდნო თქვენზე და არა სულთით ქმნიდნენ, რამე თუ არა ადვილარს ესე თქვენ, ანუ თუ გააწვალებთ თქვენ მოძღვრებს, ეს თქვენთვის ადვილი არ იქნება. ანუ უკვე თქვენ აგებთ მე პასუხს ღვთის წინაშე. აი აქ მეანიშნებს რაღაც ესე ორმაგ პასუხისგებლობაზე და ორივენი პასუხს ვაგებთ
ღვთის წინაშე, თუ მოძღვარი ზარმაცობს და არ გაიღებს და არასწავლის, ან თუ ესე იგი მრევლი არ იღებს და ესე იგი ურჩობს და არ უსმენს. გესმით, ეს ორმაგი პასუხისგებლობა არის ჩვენზე. რატომ? იმიტომ რომ არ მოვწყვეთ ტრადიციას, რომელიც ტრადიციას ქრისტეს გვაკავშირებს 2000 წლის წინანდელს, რომელიც არ იცვლება, რომელიც გუში დღეს და ხვალ იგივეა უკუნისამდე. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.